გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მოსწავლეებს, რომლებმაც სკოლა წარჩინები დაამთავრეს, ფულა ჯილდოს გადასცემს. ოქროს მედალოსნები ერთჯერადად 500, ვერცხლის მედალის მფლობელები კი 400 ლარს მიიღებენ. საკითხი დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილეს და მხარე დაუჭირეს. იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ვლადიმერ მუსალბიშვილის განმარტებით მიზანი ახალგაზრდების წახალისებაა. გურჯაანის მუნიციპალიტეტში სკოლა 500-ზე მეტმა მოსწავლემ დაამთავრა, აქედან 66 ოქროს, ხოლო 9 ვერცხლის მედალოსანია. ოქროს მედალოსნებს ერთჯერადად 500 ლარი, ვერცხლის მედალოსნებს ერთჯერადად 400 ლარი. ამისთვის კურსდამთავრებულებმა უნდა მიაკითხონ გურჯაანის მერიის კულტურის სამსახურს, სადაც იქ მოხდება დოკუმენტაციის აკუმულირება და ამ ჯილდოს გადაცემა. ეს ნაბიჯი ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ თუ რაოდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ახალგაზრდობა და როგორც ვცდილობთ ახალგაზრდების წახალისებას. ეს ზღვაში წვეთი არის და კიდევ მუშაობთ მაქსიმალურად, რომ ჩვენი ახალგაზრდებს დავანახოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ძალა არის როგორც ქვეყნისთვის, ისე რაიონისთვის. ამიტომ ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მიულოცავ პირადად და წარმატებებს უსურვებ შემდეგ გამოცდებში და უმაღლეს უნივერსიტეტებში.